დილამშვიდობისა მეგობრებო, დღეს მივდივარ ძალიან ძველ მთაზე. მიტოვებულ მთას ეძახიან, ამბობენ 500 წელია იქ ფეხი არავის დაუდგამს. წამოვა დათუჩასთანაც შევირბინოთ, ხო თქვა? წამოვა ჩვენთან ერთად. მაგრამ პირველი სახლში შევიაროთ და მოვემზადოთ. კაი აბა, მალევე მოვემზადო რა. გზელი გზა გვაქვს, ძმაო. დავიძაროთ ახლა დათუჩასკენ, ისიც უკვე ხოძზია გველოდება და მერე გავაგრძელოთ გზა მიტოვებული მთისკენ. რა ვახარ, bro? დაიკარგე, დიდი ხანია არ მინახი ხარ. ჰა, მზად ხარ გიჟური მოგზაურობისთვის? დავიძრათ, ხო? დავიძრათ, ხო? თორე ღამეც მოგვისწრებს, მაო. იქ ღამე საშიშია. საკმაო მანძილი გამოვიარეთ, არა? ხო რა, ცოტა დარჩაბე. ამ თის უკან ეგიწყება უკვე. ცოტას და იქ ვართ, რა სიტყვი? გავწყდი, არ შემიძლია ბე. ეს სატყოფილა. მოვახციეთ როგორც იქნა. ცოტა დავისვენოთ, წავიხემსოთ და გავაგრძელოთ მერე. მეგობრებო, სიგიჟე უნდა გითხრათ, დათვი გამოექცა, მოიხია. ვიღაც ხალი დათვი დაინახა და იმას გაეკიდა. არა უშავ, მარტო გავაგრძელებ. იქ მაინც მივალ. ჩემო მეგობრებო, როგორც იქნა მივახციეთ მთამდე. ამ ადგილის შესახებ ათასობით ლეგენდა და ისტორია არსებობს. აქ ყოველ წამს შეიძლება მოხდეს რაღაც. ვაჰ! ეს რა კარია. ამას აქ რა უნდა? აბა ამას მოусმინოთ ცოტას. ეს ხმა იყო? შენც გაიგე, ხო? ღმერთო, რა უნდა იყოს იქ? ბრატ, არ ვიცი რა იყო იმ კარს მიღმა, მაგრამ ჯობია შორს ვიყო. ახლა ამას ვეძახი თავგადასავალს. მარტო ტყეში ბნელდება, კარავი ჯერ არ არის გაშლილი და მშიერი ვარ. სუფთა ბედნიერება, არა? ძმაო, არ მძინავს, უბრალოდ კომაში ვარ. ბიჭო, რას ვხედავ? კარავი მომპარეს. ღია ცის ქვეშ გამეღვიძა. თურმე ტყის Airbnb ყოფილა. ვახ, ძმაო. ეს რა მასწავლებელთა კონფერენციაა? აუ, ძმაო. ეგ არ იყო ქარი, ეგ არ მომეწონა საერთოდ. ჩად, გონია ვიღაცა სპეციალურად მაგიშებს და ამ ხმებს გამოსცემს. ძმაო, ან გამოდი და დამელაპარაკე, ან გაჩუმდი, თორე მართლა გავაფრენ ეხა. აქეთ არის მეგობრებო. აქედან მოდის მივიდეთ ნელა. აუ, რა იდიოტი ხარ, შენ გამაგიჟე მთელი ღამე, ხო? რა ხმებს აკეთებდი? აუ, ახლა ეს მიიღე, ძმაო, მთელი ღამე ხმა არ გამაგონი. ვა, გაგიჟდა ბიჭო. შემეშვი, შესირო. დამანებე თავი. ახლა ვნახოთ ვინ არის ტყის მეფე, შენ აძირალა. შეხედე შენს თავს, ცხოვრებამ თავდაყირა დაგაყენა. შენ ნამდვილად არ შემიფასე, ა? შენ გეგონა მარტო ხაფანგებს ვაგებდი? ახლა იგრძენი ეს ტიკ-ტიკის დრო. კარგი, ახლა წადი გელას ცხარი მოიპარე. მაგით გამოისყიდეთ სოდვები და რამე გემრიელი მოვამზადოთ. ბიგფუტმა მითხრა, ცხარი მოაპარეო. ახლა ჩემზეა ყველაფერი. არ შეგეშინდეს. მხოლოდ ერთი ცხარი. ერთი კარგი მსუქანი. გესმის ეს? ისინი თავად მოდიან ჩემთან. დაიფანტეთ. სად გარბი ხართ? ერთი მინდოდა, სულ ერთი. რას აგვიანებს ამდენ ხანს?
სად დაეთრევა? ვაუ, გელა მართლა ისროლა იარაღი. არა მგონია ის საწყალი ბიჭი გადარჩეს. მოვიტანე, ხო? ცოტა იყეფეს, ა? მთელი დღე გუგუნებდა. შენც კინაღამ აღარ იყავი. ჩემო მეგობრებო, თქვენთან არის შეფი გურამი, როგორც ყოველთვის. დღეს ჩვენ ვამზადებთ ჩაკაფულს. აი ესე ძმაო, პირველ რიგში ძალიან ბევრი მწვანილი უნდა, თორე ჩაკაფული არ გამოვა. ახლა ხორცს ვჭრით, ისეთი ბასრი უნდა იყოს, ჩაკაფულსაც კი შეეშინდეს. მოусმინეთ ამ სურნელსაცე, ჩაკაფულის თერაპია იწყება. ისე ბუშტუკებს როგორც საჭიროა. შენ არავინ დაგასწროს, ხო? შეჩემა რა იყო? ჩემ გამომწერებს გაგიმარჯოთ. მეგობრებო, აი ასეთი დღე გამოგვივიდა, გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ გახთ. 5000 გამომწერზე დათვს თავს გადაუპარსავ იეტისთან ერთად. კი, ამ კვირაში ირმები ისევ ჩხუბობენ. კუს ველოსიპედი ისევ გაუფუჭდა, მელამ კი ტყის ფონდი მოიპარა. ძმებო, აქ სიმშვიდი არ არსებობს. ხო იცი რა მოხდა? დათვმა ძველი თაფლი შეჭამა და ღამით მუცელი აეშალა. ეგონა ზღარბის ლეკვი შეუძვრა მუცელში. სულხანმა იმ სმაგ თახმა აღმოსავლეთიდან პირობა დადო, რომ შაშვი ბავშვის ქორწილში ხეს არ მოჭრიდა და მდინარეს არ გადაკეტავდა. მეორე დილით კი უკვე ორჯერ ქონდა ნაკადულში ჩაფსმული. ღამის გუშაგის ბუს არჩევნები ქონდა და მაჩვი იყვნენ კანდიდატები. ბუმ ხმამაღლა იყვირა, მაჩვს ეგონა ჩხუბი იწყებოდა და მერე კენგურუ გამოჩნდა, სახშიც ვეღარ წავედით. აი, აქ დავინახე კენგურუ პირველ 1000-ზე, გეფიცებით, პატარა კბილები ქონდა და ტყის Wi-Fi-ის ითხოვდა. ამ დილით ზღარბი და მელა ჩხუბობდნენ. რატომ? ველური სტაფილო. ვინ მოიტანა პირველი? სასამართლო ხვალისთვისაა დანიშნული. ელსაბმიანი ციყვი დაბრუნდა, მაგრამ ამჯერად ბუდეს კაში გაიკეთა. ახლა მთელი დღე ახალ საჭმელ ადგილს ეძებს. ვირთხებმა დაჯავშნეს. შეხედეთ ამ მოწყობას. ჩემთვის ადგილი აღარ დარჩა. ასე რომ, ეს იყო ჩვენი კვირა ტყეში, დათვი გამოჩნდა, ვიღაცამ კარავი მომპარა და ბოლოს ჩაკაფულით დავასრულეთ. შემდეგი კვირა კიდევ უფრო ველური იქნება, არ გამოტოვოთ.